გრანტების გრანტებზე აცხადებს სახელმწიფო მართვის სააგენტო საჯარო კონკურსს, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა, რას უნდა პასუხობდეს საგრანტო განაცხადი, ვინ იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროექტის დაფინანსებაზე და რამდენად შესაძლებელია წლის ბოლომდე 20 მილიონის ათვისება. დასრულდა თუ არა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს ფორმირების პროცესი, დღეს გადაცემაში ყველა დეტალი, გადაცემის სტუმარია სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა. რადიო იმედის ეთერშია გადაცემა ეკონომიქსი ირმა ებრალიძესთან ერთად. გამარჯობათ, ქალბატონო თამარ. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ ხართ გადაცემის სტუმარი. არის ბევრი კითხვა სახელმწიფო გრანტებთან დაკავშირებით. აპრილიდან დაიწყეთ ოფიციალურად მუშაობა, ცოტა დრო გავიდა, მაგრამ ერთი კონკურსის გამოცხადება უკვე მოასწარით და არის შესაბამისი განაცხადებით. მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ რომ საზოგადოებას შევახსენოთ, რატომ დადგა დღის წესრიგში შექმნილი იყო მსგავსი სახელმწიფო სტრუქტურა. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები რადიო მსმენელს. დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რის საფუძველზეც სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო შეიქმნა და თქვენ ბრძანეთ, რომ ჩვენ ვარსებობთ უკვე ოფიციალურად აპრილიდან. აღნიშნული ინიციატივა და ხედვა ეს გახლავთ მართლაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იმისათვის, რომ თვითონ სამოქალაქო საზოგადოებას ჰქონდეს შესაძლებლობა ყოველწლიურად წარადგინოს თავისი საგრანტო განაცხადი და არა მხოლოდ საგრანტო განაცხადის, ანუ პროექტის იდეაზე, არამედ როგორც ორგანიზაციის განვითარება მიიღო სახელმწიფო დაფინანსება. ეს არის ხედვა, რომელიც არის მდგრადი, გრძელვადიანი და შესაბამისად არაერთ კვლევაში თავად სამოქალაქო საზოგადოების მიერ ჩატარებულ, ასევე ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გზამკვლევი საუბრობდა იმაზე, რომ ეს იყო გამოწვევა, როდესაც არ არსებობდა ესეთი გრძელვადიანი ხედვა დაფინანსების და მუდმივად სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უწევდათ დაფინანსების წყაროს მოძიება და ცხადი არის, ეს არის მართლაც უნიკალური შესაძლებლობა, რომ მათ ჰქონდეთ ყოველწლიურად იმის განცდა, რომ მიიღონ დაფინანსება და გაძლიერდნენ. თუმცა მთავარი კითხვა აქ ახლაც და მაშინაც იყო ის, რომ ხო ვერ ნიშნავს ეს, რომ სამოქალაქო სექტორი, რომელიც სახელმწიფო გრანტით დაფინანსდება, სრულად ერთ-ერთში გაატარებს დაუშვათ სახელმწიფოს ინტერესებს. სამოქალაქო სექტორი ცნობილია იმისთვის, რომ მუშაობს იმისთვის, რომ იყოს კრიტიკული და მიუთითოს დაუშვათ მთავრობას თუ ვინც იქნება ამა თუ იმ პროექტზე, რომ ასე კი არა, ასეა საჭირო. აი, ეს მთავარი კითხვა მოიხსნა თუ არა და როგორ ფიქრობთ თქვენ, რას უპასუხებთ? სამოქალაქო საზოგადოება მეტი არაფერი თუ არა მოქალაქისგან შემდგარი ერთობლიობა. შესაბამისად, სახელმწიფო და თავისი სახელმწიფო სტრუქტურები მომსახურებას უწევს და რა თქმა უნდა, მოწოდებულია იმისათვის და პასუხისმგებლობას ატარებს, რომ მოაგვაროს ქვეყანაში არსებული პრობლემები. და ეს მოდის ყოველთვის მოქალაქის წინაშე, მოქალაქის ხმა. ამდენად სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ეს არის რა თქმა უნდა ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ არის ეს წინგადადგმული ნაბიჯი, რომ ეს თანამშრომლობა ეს არ უნდა იყოს გაგებული როგორც თქვენ როგორც ბრძანეთ, რომ თითქოს სახელმწიფო დაფინანსებით, სახელმწიფოს ინტერესი არის, რომ მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ მისცეს ეს დაფინანსება და არ იყოს კრიტიკა მოგონილი პირიქით, ამითი მისი ინტერესი არის, რომ სწორედ პრობლემები იყოს იდენტიფიცირებული და სწორედ პრობლემების გადასაჭრელად იყოს ეს თანამშრომლობა უზრუნველყოფილი. პრობლემები არგუმენტებით ცხადია. სწორედაც ეს არის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საზოგადოებრივი სამოქალაქო საზოგადოების და სახელმწიფოს პირიქით დაინტერესებული არის და ამ ინიციატივის მიღმა დგას ის, რომ სწორედაც ობიექტურ კრიტიკაზე დაფუძნებული ხმა იყოს გაგონილი და მიტანილი სახელმწიფოსთან და ხელისუფლებასთან. კარგით, მცირე გრანტების საჯარო კონკურსი უკვე დასრულებულია, 403 განაცხადი შემოვიდა. ეს ბევრია თუ ცოტა? ანუ თქვენი მოლოდინი როგორ იყო, რაზე იყო გათვლილი და თუ არ ვცდები ვადის გახანგრძლივებაც მოგიწიათ და რატომ? დავაზუსტებ, რომ კონკურსი მიმდინარეობს, საგრანტო განაცხადების მიღების ეტაპი არის დასრულებული და ამასთანავე ეტაპი, რომელიც გულისხმობს ტექნიკურ შემოწმებას სააგენტოს მიერ. ეს დიდი ციფრი არის და ეს მომართვიანობა ძალიან კარგია პირველ ეტაპზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, 257
განაცხადი გადავიდა უკვე საბჭოს ეტაპზე და 257 განაცხადს აქვს შესაძლებლობა რომ მიიღოს დაფინანსება სახელმწიფო გრანტის სახით. მომართვიანობას მზარდია, იმიტომ რომ ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ წერილობით თუ ასე ვთქვათ სატელეფონო შეტყობინებას და დაინტერესება კიდევ უფრო გაიზრდება, მით უფრო როდესაც ჩვენ ხვალ გამოვაცხადებთ მთავარ საგრანტო კონკურსს, მთავარს ჩვენ ალბათ ვისაუბრეთ ცხადი არის, რატომ ვუწოდეთ ამას მთავარი და მნიშვნელოვანი მათ შორის. დიახ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, როგორც ვახსენე, სწორედ ამ ინიციატივის მთავარი მიზანი არის და ეს გრანტიც ამ მიზანს პასუხობს. ეს იქნება ინსტიტუციური განვითარების გაძლიერების შესაძლებლობის მიცემა სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ისინი შეძლებენ თავიანთი შიდა სტრუქტურების გაძლიერებას, შიდა რესურსების მოძლიერებას იმ დაფინანსებით, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მათ ამ კონკურსის უფრო დეტალურად რო ჩავშალოთ, ანუ რა ტიპის გრანტზეა საუბარი, რას ნიშნავს ეს ინსტიტუციური გაძლიერება და რომელ პრიორიტეტი, რა უნდა იყოს პრიორიტეტი, ანუ ვინც მოგმართავთ, რა უნდა გაითვალისწინონ იმისათვის, რომ მათი განაცხადი მოხდეს კონკურსში. საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება გულისხმობს, როგორც ვახსენე, ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებას. ანუ ორგანიზაციას რომ ყავდეს მუდმივი, თქვათ, გუნდი, რომელიც შეძლებს ასეთი საპროექტო წინადადებების სამომავლოთაც შემდეგ განხორციელებას. ეს არის ძირითადი პროცესები, მაგალითად, ადამიანური რესურსები, პროცესები იყოს გამართული, როგორც არის ფინანსური ანგარიშწორება და სხვა ბევრი, თქვათ, PR-ის მიმართულებით, ანუ საზოგადოებასთან როგორ უნდა იურთიერთობოს ამ ორგანიზაციამ და ბევრი სხვა რაც არის თქვა მნიშვნელოვანი რომ ერთგვარად ეს ორგანიზაცია იყოს ქმედითი. სწორედ აი ამ შესაძლებლობას გულისხმობს ეს საჯარო კონკურსი, რომელიც ხვალ გამოცხადდება, მისი საბიუჯეტო ზღვარი არის 700.000 ლარი, ანუ გამცხადებელს, რომელსაც ინტერესი აქვს რომ მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება სახელმწიფო გრანტის სახით, მას შეუძლია რომ თავისი განაცხადი წარმოადგინოს 700.000 ლარის ბიუჯეტის თუმცა ამ ორგანიზაციას უნდა კონდეს თუ არა უკვე მიღებული რაიმე გრანტი, უნდა კონდეს თუ არა გამოცდილება რომ ამ სფეროში უმუშავი, ანუ შესაძლებელია რომ ადგეს თავში 3-4 ადამიანი დააფუძნოს რაღაც ორგანიზაცია და თქვას რომ მას უნდა 700.000 ლარი. ანუ რა არის მთავარი რომ მიიღო აღნიშნული გრანტი? ჩვენ ამ ეტაპზე ორგანიზაციებს თავაზობთ თანაბარ შესაძლებლობებს. ეს გულისხმობს იმას, რომ როგორც არსებულ ორგანიზაციებს თავაზობთ ამ კონკურსს, ასევე ახლა დაფუძნებელს, იმიტომ რომ თუ ვისაუბრებთ იმაზე, როგორ უნდა განვავითაროთ, შესაბამისად განვითარება გულისხმობს, რომ არსებული უпростоრად ახალი დაფუძნდეს და მივცეთ მას შესაძლებლობა, რომ განვითარდეს. ხომ ასე არის? შესაბამისად ჩვენ ორივე კატეგორიის ორგანიზაციებს თანაბარ შესაძლებლობას მივცემთ იმისათვის რომ მოიპოვონ ეს დაფინანსება და კიდევ ერთხელ დავადასტურებ იმას რომ ორგანიზაციას დიახ ჩვენ გვინდა რომ პასუხისმგებლიანი მოქალაქე გაძლიერდეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენ საზოგადოებაში და ისინი ფორმირდნენ როგორც თქვა საზოგადოებრივი ორგანიზაცია და მიიღონ მონაწილეობა უკვე მომავალ კონკურსში და ასევე მოიპოვონ დაფინანსება და შესაბამისად სწორედაც ინსტიტუციურად გაძლიერდნენ ამ გრანტის მოპოვებით. ამ 700.000 ლარში უნდა იყოს თუ არა იდეაც წარმოდგენილი რომ მას დავუშვოთ სამომავლოდ ამ თანხაში უნდა განახორციელოს ესა თუ ის პროექტი თუ ეს უბრალოდ იქნება საწყისი ბაზა რომ მან შემდეგ მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა კონკურსებში. ბატონო, ორ კომპონენტიანი არის და მადლობა რომ მკითხეთ აღნიშნულთან დაკავშირებით. პირველი როგორც ვახსენე ეს არის თავარი მიზანი რომ ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ორგანიზაცია გავაძლიეროთ, მაგრამ ცხადი არის გაძლიერება, ეს არის ერთი მიზანი, მაგრამ მეორე მიზანი ეს არის სამოქალაქო ინიციატივის პროექტის იდეის განხორციელება. შესაბამისად, განაცხადი უნდა მოიცავდეს სწორედ აი ამ ორ კომპონენტს, მიმართულებას თუ გნებავთ ასე ვუწოდოთ, როგორც ორგანიზაციული განვითარების ხედვას, ასევე მეორე მხრივ სამოქალაქო ინიციატივას, იდეას, რომელიც არის საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სიკეთე. გასაგებია, ეს გამოცხადება ხვალ და რამდენი ხანი გაგრძელდება? განაცხადების მიღება იქნება ერთი თვის განმავლობაში, შესაბამისად ოქტომბრის ბოლოს დასრულდება განაცხადების მიღება, ერთი თვის განმავლობაში იმსჯელებს უკვე საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს და უკვე ნოემბრის ბოლოს იქნება ცნობილი ამ ტიპის გრანტებით ვინ დაფინანსდა და ვინ მიიღო, ასე ვთქვათ, სახელმწიფო. და ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ რომ მონაწილეობა მიიღონ კონკურსში, პირობები სად
უნდა ნახოთ, სად არის განთავსებული და რო ვთქვათ, ეხა პრიორიტეტები, რო ჩამოვთვალოთ, ანუ 12 მთავარი პრიორიტეტია, თუ არ ვცდები, რომ კიდევ ერთხელ ჩავშალოთ ეს თემა. ჩვენ ამ ეტაპზე როგორც ახლად შექმნილი ორგანიზაცია, გაგვაჩნია ოფიციალური Facebook გვერდი, შესაბამისად ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია სააგენტო საქმიანობის შესახებ ან მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვაქვეყნებთ სოციმედიის გვერდზე, შესაბამისად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ პირველ რიგში იქ გაეცნონ ამ ინფორმაციას, ხოლო ცხადი არის შეუძლიათ ასევე მოგმართონ ელექტრონულ მისამართზე, რომელიც ასევე მითითებულია სოციმედიაში, ან კიდე დაგვიკავშირდნენ ტელეფონის ნომერზე. პრიორიტეტებს რაც შეეხება, პრიორიტეტები არის იდენტური როგორც იყო მცირე გრანტთან დაკავშირებით, რომელიც არის მთავრობის განკარგულებით დამტკიცებული, ეს გახლავთ ასევე ხელმისაწვდომი, ეს არის 12 პრიორიტეტია, ძალიან ბევრი მიზნობრივი პროგრამა, მე შემიძლია ახლა ჩამოვთვალოთ, კი ბატონო, დაწყებული თქვა დემოკრატიული ინსტიტუტებიდან განათლება, სპორტის განვითარება, ეკონომიკური განვითარება, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვა, ჯანდაცვა, მე ხა უბრალოდ ყველას არ ჩამოთვლი ცხადი არის, მაგრამ თავად შეუძლიათ მე გაეცნონ, შერიგება და სამოქალაქო თანასწორობა, განაცხადი, რომელსაც წარმოადგენს დაინტერესებული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, მას აქვს შესაძლებლობა, რომ ამ პრიორიტეტს პასუხობდეს მისი იდეა, ან ორგანიზაციის საქმიანობა, ან და მიზნობრივ პროგრამას. და მიზნობრივი პროგრამა ძალიან ბევრი არის და დარწმუნებული ვარ მე, რომ დაინტერესებული პასუხისმგებლიანი საზოგადოებრივი ორგანიზაცია თავის იდეას მიუსადაგებს რომელიმე ერთ-ერთ მათგანს მაინც. 403-ს განაცხადს რომ დაუბრუნდეთ ისე, რატომ 257, ანუ რა მოხდა, რატომ გაიცხრილა ეს დანარჩენები, თუ რაღაცა არის ზღვარი, რომ ამდენმა ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, ანუ რაღაც ის ზემოთ უკვე ვეღარ, თუ როგორ ხდება? 403-დან დავიწყებ, რადგანაც პირველი, ასე ვთქვათ, ჩვენი სტატისტიკური ციფრი, რომელიც გავასაჯაროეთ, ეს იყო პირველადი მონაცემი, რომელიც ჩვენთან გრანტის სახით შემოვიდა, ანუ საგრანტო განაცხადის სახით შემოვიდა, თუმცა რეგისტრაციის შემდეგ იქ დუბლირებების გათვალისწინებით 345 საგრანტო განაცხადი დარეგისტრირდა ჩვენ საქმის წარმოებაში. დუბლირება იყო, რომ გამცხადებელს მაგალითად რამდენჯერმე ჰქონდა ერთ და იგივე დოკუმენტი წარმოდგენილი, შესაბამისად ბუნებრივი საქმის წარმოების რეგისტრაციის ეტაპზე ჩვენ ეს გამოვცხრილეთ და დავარეგისტრირეთ 345. 345-დან სააგენტო თავის კომპეტენციაში მხოლოდ და მხოლოდ აფასებს, მე ვთქვი ტექნიკურ, ანუ ეს არის ფორმალური შესაბამისობა. ფორმალური გულისხმობს იმას, რომ საკონკურსო პირობებთან და სავალდებულო დოკუმენტები თუ არის სრულყოფილად წარმოდგენილი გამცხადებლის მიერ. ეს არის ჩვენი უფლებამოსილება სააგენტოსი და სწორედ აი ამ 345-დან ჩვენის მიერ შემოწმდა ყველა მათგანი და 257-მა დააკმაყოფილა და გადავიდა მეორე ეტაპს. ეს მეორე ეტაპი საინტერესოა, გადაწყვეტილებას იღებს საბჭო, რომელიც რამდენი ადამიანისგან შედგება, ვინ არის ამ საბჭოში და ნდობის ფაქტორი როგორია? საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, უბრალოდ გავიმეორებ, ეს არის შინაარსზე, ანუ თვითონ დაფინანსების საკითხზე, მაგრამ საპროექტო იდეაზე. ის საბჭო მათთან მიდის გამართული განაცხადი, ხო? უკვე თქვენ თქვით, რომ ჩვენი უფლებამოსილება ეს უკვე გადახარისხებულია და ტექნიკურად ეს არის გამართული. უკვე შინაარსზე იღებს მონაწილეობა. შინაარსზე ბუნებრივი არის ის 257, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ის არის უკვე საბჭოს ეტაპზე გადასული ყველა დოკუმენტის სახით, რაც არის შემოსული გამცხადების, ანუ დოკუმენტაცია, თითოეული განაცხადი, ეს გადავა უკვე საბჭოს, უბრალოდ გადასულიერდეს საბჭოს თითოეულ წევრს აქვს შესაძლებლობა და მისი, ასე ვთქვათ, ვალდებულება და პასუხისმგებლობა გაეცნოს და მიიღოს იმშელოს და მიიღოს გადაწყვეტა. ანუ საბჭოს შემადგენლობაში. საბჭო შედგება 19 წევრისგან, სამინისტროს წარმომადგენლები, მინისტრის მოადგილის სახით, ასევე ავტონომიური რესპუბლიკის 2 წარმომადგენელი, მთავრობის ადმინისტრაციიდან და სააგენტოს 2 წარმომადგენელი. მთლიანობაში არის საბჭოს 19 წევრი, ანუ საბჭო დაკომპლექტებულია 19 წევრისგან. გადამწყვეტი ხმათა უმრავლესობით მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტულ პროექტთან. 19 წევრის დასწრების შემთხვევაში ხმათა უმრავლესობით საბჭოს უფლებამოსილებისთვის აუცილებელი არის 10 საბჭოს წევრი ესწრებოდეს, ხოლო 7-მა უნდა დაუჭიროს მხარი თითოეულ განაცხადს, რომ დაფინანსდეს და ის იდეა ან პროექტი. კიდევ მთავარი კითხვა ერთ-ერთი იყო, მე ხა გადავხედე თქვენ სოციალურ გვერდს, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა, იმიტომ რომ იქ იყო კომენტარები, რომ შემიძლია თუ არ შემიძლია, ესეც რომ განმარტოთ, თუნდაც ახლა ხვალ რომ გამოცხადდება კონკურსი, ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა? ეს მართლა ძალიან ხშირად დასმული კითხვა არის და ჩვენც სატელეფონო კონსულტაციების დროს მრავალჯერ განგვიმარტია, ჩვენ საუბრობთ საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე. ახლა ვინ არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია?
ორგანიზაცია, ეს გახლავთ არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, შემოკლებით IP, რომელიც ეს არის იურიდიული ფორმა და სწორედ მას აქვს უბლება, რომ მიიღოს მონაწილეობა ჩვენს მიერ გამოცხადებულ საჯარო კონკურსებში. ფიზიკურ პირს არ შეუძლია, შეპესეცაც არ შეუძლია, ინდმეწარმეს არ შეუძლია. ამას იმიტომ განმარტავ, რომ ხშირად არის ასეთი კითხვა და შესაბამისად ვისარგებლებ ამ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს უნდა იყოს არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირი, სუბიექტი, რომელსაც შეიძლება მიიღოს მონაწილეობა საჯარო კონკურსში. და ვერანაირად ვერ იქნება პროექტი, რომელიც კომერციულია, ამ შემთხვევაში დაფინანსებული სახელმწიფო გრანტით. დიახ, ეს არის სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც ფინანსდება და მხარდაჭერას მოიპოვებს სახელმწიფო გრანტით, ხოლო სამოქალაქო ინიციატივა ეს გახლავთ სოციალური ბუნების, რომელიც მიემართება საზოგადოებრივ და სახელმწიფოებრივ სიკეთეს და არ არის კომერციული ბუნების. არის კიდევ რამდენიმე ეტაპი ამ თანხის მიღებისას, ამ 257 განაცხადიდან პირობითად 200 დაკმაყოფილ და როდის, როგორ და რანაირად მიიღებენ ეს ორგანიზაციები თანხას, ანუ ეს კანონით თქვენი წესდებით არის გაწერილი თუ ამას ინდივიდუალურად კვლავ საბჭო გადაწყვეტს? საბჭო იღებს გადაწყვეტილებას დაფინანსებაზე ან არ დაფინანსებაზე. ეს თქვენ რაზეც საუბრობთ, ეს არის უკვე ხელშეკრულების ეტაპი, რომელიც ინდივიდუალურად შემდეგ უკვე გაფორმდება. ეგ უკვე თქვენს კომპეტენციაში გადადის. ეს არის სააგენტოს კომპეტენცია და სააგენტო ინდივიდუალურ ხელშეკრულებებს გააფორმებს შესაბამის გამცხადებლებთან, იმიტომ რომ საპროექტო ინიციატივები, იდეები არის მრავალფეროვანი, ამიტომ ესეთი უნივერსალური მიდგომა ვერ გვექნება და ცხადი არის ამას უკვე ურთიერთშეთანხმებით განსაზღვრავთ ხელშეკრულებაში. და შემდეგი ეტაპი მონიტორინგი. დიახ. ანუ მიიღო ადამიანმა თანხა, პირობითად 100,000 და რა, შემდეგ რა ხდება? ვინ აკონტროლებს, რა დაიხარჯა თუ არა მიზნობრივად ეს თანხები? სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ფუნქცია არის, რომ მონიტორინგი განახორციელოს სწორედ სახელმწიფო გრანტებზე. ეს არის ორკომპონენტიანი, ერთი მხრივ ეს არის შინაარსობრივი, ანუ პროექტის იდეა არის თუ არა მიღწეული და მიზანი მიიღწა თუ არა და მეორე არის, რა თქმა უნდა, ფინანსური მონიტორინგი. სწორედ ეს გახავთ ჩვენი მთავარი ფუნქცია, რომ სრულყოფილად არა მხოლოდ გავცეთ გრანტი, არამედ უკვე დავამონიტოროთ განხორციელების ეტაპზე. მონიტორინგის პროცესიც იქნება ხელშეკრულებით განსაზღვრული და ეს არის, რა თქმა უნდა, იდეაზე და პროექტის ხანგრძლივობაზე დამოკიდებული და ჩვენ შუალედური მონიტორინგიც გვექნება და საბოლოო მონიტორინგიც იმისათვის, რომ ერთი მხრივ უზრუნველყო ცხადი არის ხარჯის და მიზნის შესაბამისად განხორციელება და ასე ვთქვათ გაცემა, ხოლო მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, დავეხმაროთ ასევე გამცხადებლებს, უკვე იქნება ხელშეკრულების მხარე, რომ მათ შეძლონ მიზნის მიღწევა და ხარჯების სათანადოდ. ანუ მუდმივად იქნება ანგარიშვალდებული ესა თუ ის ორგანიზაცია სახელმწიფო მართვის სააგენტოსთან და თუ თქვენ თქვით, რომ ფორმირების პროცესი ახლა მიმდინარეობს სააგენტოსი, ეს ანგარიშვალდებულება გასაგებია, მაგრამ ხომ არ გეგმავთ რაიმე დავშოთ, თუნდაც ტრეინინგი, თუნდაც ადამიანების მოწვევას, შეხვედრას, ასე შემდეგ, ანუ დასრულდა თუ არა ფორმირების პროცესი სააგენტოსი და ამ კუთხით არის თუ არა გათვალისწინებული, იმიტომ რომ შეიძლება ახალი თქვენ თქვით, რომ თანაბარ პირობებში გვინდა რომ ჩავაყენოთ ახალიც და ძველიც. იმ ახლისთვის არის ბევრი კითხვა, ხო, აი დაეხმარებით თუ არა მათ დაუშვათ, რომ ისე შეადგინონ ის საგრანტო განაცხადი იქნება თუ შემდეგ დაფინანსებული პროექტი, რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები. სააგენტოდ მართლაც ჯერ კიდევ ფორმირების ეტაპზე არის აპრილში შევიქმნენით და შესაბამისად წლის ბოლომდე ჩვენ ვცდილობთ, რომ მცირე გუნდით ეს მნიშვნელოვანი ინიციატივი ხელმისაწვდომი გავხადოთ დაინტერესებული პირებისთვის. ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმა აქვს სააგენტოს, შესაბამისად მომავალ წლიდან ჩვენ უკვე ტრენინგებსაც შეთავაზებთ და სხვა ტიპის ფორმატს იმისათვის, რომ ნამდვილად დავეხმაროთ დაინტერესებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომ ისარგებლონ აი ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობით, რომელიც არის სახელმწიფო გრანტის მიღების შესაძლებლობა კონკურსში მონაწილეობის გზით. ჩვენ გვაქვს ბევრი გეგმა ამ მიმართულებით და სამომავლოდ, როცა უკვე სრულყოფილი სტრუქტურები გვექნება და ჩვენ დავკომპლექტებით სრულად, ცხადი არის შევძლებთ შემდეგ, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოთ სწორედ ინფორმირება ერთი მხრივ და მეორე მხრივ, რა თქმა უნდა,
სწავლის თუ რაღაცა საკონსულტაციო მექანიზმების შეთავაზება დაინტერესებული პირებისთვის. ისევ ამ 257 განაცხადის საკონკურსო განაცხადის გარშემო ვტრიალებთ მაინც იმიტომ რომ საერთოდ ბევრი კითხვა აი მაგალითად აი თუ შეგიძლიათ გითხრათ რა ტიპის პრიორიტეტები არის უფრო ასე ვთქვათ საინტერესო მესამე სექტორისთვის ანუ სად უნდათ უფრო მეტად რომ იმუშაონ და რა გააკეთონ თუ შეგიძლიათ რა გითხრათ ცხადია სტატისტიკური მონაცემი ინტერესისაგანი არის და მე შესაბამისად ვისარგებლებ შეიძლება სახელმწიფო გახდეს შემდეგ სხვა ორგანიზაციებისთვისაც კი ბატონო მე გეტყვით ზუსტად რა სურათი მივიღეთ ჩვენ ამ კუთხით ასევე შემიძლია გითხრათ იმ თვალსაზრისით თქვათ ორგანიზაციები ახალდაფუძნებული და ძველი ვინც მიიღო ჩვენთან მონაწილეობა კი ბატონო ამასაც ახალი სახელი დაგვარები 63 ორგანიზაცია რომელიც დაფუძნდა 2025 წელს შესაბამისად როგორც კი ეს ინიციატივა უკვე კმედითი გახდა კი ბატონო საინტერესო ციფრია 300 არის რომელიც არის თვითონ ორგანიზაცია ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაცია რომელმაც 308 იყო გამცხადებელი მაგრამ 300 არის თავად IP ვინც მუშაობდა თაადრეც ანუ ძველი ორგანიზაცია ეს არის საერთო ციფრი აქედან ვამბობ იმას რომ 63 არის, 69 არის ბოდიშვიხტი, რომელიც დაფუძნდა 2025 წელს. და აქედან 53 არის კონკურსი, როდესაც გამოვაცხადეთ აი იმ პერიოდში დაფუძნდა და ასე ვთქვათ მომართა მონაწილეობა მიიღო კონკურსში. დანარჩენი გამოცდილი ორგანიზაციების ციფრი საკმაოდ დიდი არის შესაბამისად წლების მიხედვით მაგალითად გეტყვით 96 არის 2015 წლამდე დაფუძნებული. საკმაოდ დიდი ის არის და პრიორიტეტები როგორ გადანაწილდა? კი ბატონო, თქვენის ნებართვით აი ახლა გეტყვით, ყველაზე დიდი მომართვიანობა არის განათლება, მეცნიერება და ახალგაზრდობა. იქ ძალიან ბევრი სხვა მიზნობრივი პროგრამა და შესაბამისად ახალგაზრდობიდან მეცნიერების პოპულარიზაცია, არაფორმალური სწავლება სხვადასხვა მიმართულებით არის წარმოდგენილი. მეორე ადგილზე არის დემოკრატიული ინსტიტუტები, კარგი მმართველობა და ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. აქ არის 43 რომელიც გადავიდა, ისე იყო 56 წარმოდგენილი, შემდეგ მოდის ეკონომიკური განვითარება, შრომა, ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა. ეს არის ის ასე ვთქვათ, ყველაზე მეტი მომართვიანობა სადაც გვაქვს და ცხადი არის სურს რომ ეს კიდე უფრო გაორმაგდეს, გასამაგდეს და აი ახლანდელ კონკურსში ჩვენ მოლოდინი გვაქვს დიდი დაინტერესების და მომართვიანობის. საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ნაკლებად. საგარეო პოლიტიკის მიმართულებითახლავე შემიძლია მოგახსენოთ, ეს გახლავთ 6 საგრანტო განაცხადი არის და 4 გადავიდა საბჭოს ეტაპზე. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ დაინტერესება მით უმეტეს ორგანიზაციის განვითარების, ინსტიტუციური განვითარების კუთხით მე შესაძლებლობას მისცემს, რომ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და მათ შორის საგარეო პოლიტიკის და კვლევითი ანალიტიკური ფუნქცია ორგანიზაციების უფრო გაძლიერდეს და კიდევ ერთი მთავარი საკითხი 20 მილიონი ლარი არის წლის ბოლომდე ასათვისებელი. რამდენად შესაძლებელია, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო რჩება 3 თვე პრინციპში წლის დასრულებამდე. ანუ ეს ვადებში როგორ მოხდება? ანუ მოხდება სრულად ამ თანხის ათვისება თუ შემდეგ გადავა და ანუ მომავალი წლის ბიუჯეტი როგორ დაიგეგმება? რეალურად არის 19 მილიონზე საუბარი, იმიტომ რომ აკლდება რა თქმა უნდა სააგენტოს ასე ვთქვათ ხარჯი. ჩვენ აი ამ მომართვიანობის გათვალისწინებით პროგნოზირებთ, რომ დიდი ნაწილი ცხადი არის ამ საგრანტო განაცხადების დაფინანსდება და კარგიც არის იმიტომ რომ ეს 19 მილიონი იქნება შესაბამისად ათვისებული, თუმცა თუ შევხედავთ იმას რომ ბიუჯეტურად ეს ხარჯად იქცევა, ასე ვთქვათ, ცხადი არის ეს მომავალ წელს გადავა, ანუ გარკვეული ნაწილი ხარჯი იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაფინანსებულ ორგანიზაციებს ავანსის სახით მივცემთ უკვე წდომას იმ დაფინანსებაზე, რასაც ისინი მიიღებენ. ანუ ეს ბიუჯეტი საკმარისია ამ განაცხადებისთვის, თუმცა ჯერ არ იცით, ხო, ხვალ რომ გამოცხადება კონკურსი, მაგრამ საერთოდ აი რატო აიღეთ პირობითად აი 20 მილიონი და არა 30 და 40, ან პირიქით 10, აი რატომ 20
მილიონი. პირველად ინიციატივისთვის ცხადი არის 20 მილიონით ნამდვილად ძალიან ამბიციური განაცხადი არის სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებული და ეს სტატისტიკა კიდევ უფრო გაგვიმყარებს იმის შესაძლებლობას და ასე ვთქვათ მოგცემს მეტ შესაძლებლობას რომ მზარდი იყოს ეს დაფინანსება 4 წლიან პროგნოზში არის სწორედ ეს გათვალისწინებული რომ ეს იყოს მზარდი დაფინანსება და დარწმუნებული ვარ რომ ეს დიდი მომართვიანობა და შემდეგ რა თქმა უნდა დიდი რაოდენობის პროექტების დაფინანსებაც მისცემს სახელმწიფო შესაძლებლობას რომ აი ეს ასიგნები კიდევ უფრო გაიზარდოს. და ჩვენი გადაცემა დასასრულს უახლოვდება გარკვეულწილად რომ შევაჯამოთ რომ ფაქტია რომ ინტერესი და ნდობა აქ ერთმანეთს კარგად დაემთხვა იმიტომ რომ თუ გავითვალისწინებთ იმ განცხადებებს რაც კეთდებოდა მაშინ როდესაც ამ კანონს იღებდნენ პარლამენტში საკმაოდ ხმაური იყო და როგორ შეგიძლიათ შეაფასოთ რომ ამ დავუშვათ დაინტერესებამ გადაფარა ის ნეგატიური დამოკიდებულება თუნდაც თქვენი სააგენტოს მიმართ რომ რატომ ანუ ერთ ვინც უკვეთავს მუსიკას ის ვინც ფულს იხდის ის უკვეთავს მუსიკას აი ჩვენ ნამდვილად კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თანაბარი შესაძლებლობა მივეცით ყველა არსებული და მომავალი ორგანიზაციისთვის რომ ისარგებლონ და მართლაც მუდმივად გქონდეთ იმისი შესაძლებლობა რომ მიიღონ მხარდაჭერა სახელმწიფოსგან სახელმწიფოს მხარდაჭერა ნიშნავს იმას რომ ისინი ცხადი არის იმ ეროვნულ ინტერესებს და იმ პრიორიტეტებს უნდა პასუხობდეს მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ის ობიექტური დამკვირვებელი და კრიტიკა სახელმწიფოს სჭირდება და სწორედ ეს ინიციატივა არის ამისი გაცხადებული სურვილი რომ ორგანიზაციებმა მომართონ მიიღონ დაფინანსება და ითანამშრომლონ საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი სიკეთის კვალდაკვალ. და კიდევ ერთი დეტალი ამ 257 ვინც მოგმართათ პირველ კონკურსში იმას შეუძლია მეორე კონკურსშიც მიიღოს მონაწილეობა ანუ გულისხმობ ამ ინსტიტუციურ გაძლიერებაზე რომელიც ხვალ გამოცხადდება ანუ ამ ორგანიზაციებსაც შეუძლიათ დამატებით მიიღონ მონაწილეობა ეს იყო მცირე საგრანტო კონკურსი ანუ ეს იყო სამოქალაქო ინიციატივის მხარდაჭერით 100,000 ლარიანი ბიუჯეტის მაქსიმუმი იყო თუმცა ორგანიზაციებს შეეძლოთ ორი სხვადასხვა იდეაზე ანუ 200,000 ლარიანი ასე ვთქვათ საკონკურსო განაცხადი წარმოედგინათ მთლიანობაში ორი ნიშნავს 100,000-იანი თითოეული მათგანი და იგივე ორგანიზაციას ბუნებრივი არის იმიტომ რომ აქ მიზანიც სხვა არის ეს არის ორგანიზაცია გავაძლიეროთ ეს ბუნებრივი არის აძლევს იგივე შესაძლებლობას ყველა ორგანიზაციას და რომელმაც უკვე მონაწილეობა მიიღო მცირე საგრანტო კონკურსში წარმატებებს გისურვებთ. ძალიან დიდი მადლობა სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარე თამარ ზოდელავა პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს. მაშასე ხვალ ჩაუჯექით სააგენტოს სოციალურ გვერდს და გამოცხადდება კონკურსი, რომელიც როგორც თქვით ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.